იმიტომ რომ უბრალოდ სხვანაირად მუშაობს მერე ტვინი რა, ანუ როცა რაღაცას იკრძალავ, მერე პირიქით იმისკენ მიილტვი და ჩემი მეთოდი ესეთია, რომ ყოველთვის პირიქით, ანუ ვაძლევ სტიმულს, რომ 80-20 წესით იცხოვრონ, ხო, ანუ 80% ჯანსაღი და ის 20% ისეთი საკვები, რაც არც თუ ისე ჯანსაღია, თუმცა შენ გიყვარს რა, ანუ ესე იმას აკეთებ, რომ შენს ანუ აღიარებ იმას, რომ შენს ყოველდღიურობაში ადგილი აქვს ცოტა არაჯანსაღ პროდუქტსაც. როცა მეორეს მხრივ კიდე ესეთი რაღაც ჩვევიათ, რომ cheat days იწყობენ ხოლმე, რაღაც კვირის განმავლობაში რაღაც ძალიან ისე მიყვებიან 100%-ით ჯანსაღად იყვებებიან, იტანჯებიან და რაღაც შაბათ დღეს ყველაფრის ჭამა ხდება აბსოლუტურად. ანუ ამ დროს მენტალურად ხო როგორი დამოკიდებულებაა საჭმლის მიმართ, ესე იგი გამოდის, რომ cheat day-ისთვის არის ხო, რომ ეს არის რაღაცის თვის ჯილდო, ანუ იმიტომ რომ რაღაც კვირის განმავლობაში კარგად მოიქეცი, დღეს შენ დაიმსახურე, რომ ანუ კვირის განმავლობაში რო კარგი საჭმელი საკვები მიიღო, ხო? ანუ ეს ავტომატურად თავის თავში მოიაზრებს იმას, რომ ჯანსაღი კვება ცუდია